ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება. დამაც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევების სერვისს თავაზობს. 2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ინტენსიურად მუშაობს რეგიონალ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიათა ქსელი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ძალიან მაღალი დონის ლაბორატორიული მომსახურების ქსელი, რომელსაც შეუძლია მომხმარებელს მისცეს ყველა სახის მომსახურება, როგორც ვეტერინარიაში, ისე სურსათმისოვნებლობაში. ზუგდიდის რაიონული ლაბორატორია ემსახურება ზოგადად მთელს სამეგრელოს რეგიონს და აქ ხორციელდება შემდეგი კვლევები, როგორიც არის მაგალითად ვეტერინარული დაავადებების მიმართულებით, ასევე ახლა ხანს მიახლოებით 1 წელია, რაც დაინერგა სურსათის მიმართულებით.